ძირფასო ტელემოყურებლო მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონ ნინო ლომჯარია. ნინო ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხეთ და მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად პირველად ხართ და მიხარია რომ მაინც გამონახეთ დრო და მოხვედით იმიტომ რომ მაინც იცი არის ბევრჯერ მიფიქრია რომ სტუმრად მომეყვანეთ მაგრამ რა არის იცი ეს სახალხო დამცველი რომ ხართ ძალიან რთულია თქვენთან საუბარი ნამდვილად კი იმიტომ არის რთული რომ აი ვინმეს უფლებები არ დავარღვევთ ხუმრობაში არ დაგვერღვეს ვინმეს ხუმრობაში ვინმეს უფლებები არ შემოგვერღვეს ხო და ამიტომ არის რთული და მაინც იცი რა არის მეთქი რაღაცნაირად ისეთი რაღაცები მოვიფიქრე რომ ვინმეს უფლებები არ შემოგვერღვეს ცადოთ ესე ფაქიზად გავიაროთ ეს ხო მირთვით ჩვენი გამოგილებელ სასმელი ვათაშორის ყოველთვის მაინტერესებდა როგორი გემოქონდა თქვენ სასმელს ისე გემრიელად სამეხალმე მოწვეული სტუმრები რომ და გამესწრეთ სხვათა შორის მე მგონი ეს სასმელი თქვენს მხარეს ისხმევა წყალიმარგებელის ქარხანაშია ისხმევა და ამიტომ კი ბატონო რაღაც ესე იგი კონდათ მაინც ესე იგი რაღაცა გურულებს კი წყლის მაგრამ გურულებზე ვისაუბრეთ მაგრამ მანამდე მინდა ერთი-ორი თემა სერიოზულად შევეხოთ იმიტომ რომ დღეს მოგიწყო ალტინფომ აქცია ხო აქცია მოგიწყოთ სახალხო დამცველს ანუ რა სიტყვენ სახალხო დამცველისგან აი ეს მაინტერესებს რა სიტყვენ და ანუ 5 ივლისს ამ ადამიანებმა დააორგანიზეს ძალადობა ხო ქუჩებში და მანამდე თავიანთი ტელევიზიით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს რომ გამოსულიყვნენ ეძალადათ მზადყოფილიყვნენ ციხეში წასასვლელად ანუ პირდაპირ ამ სიტყვებით მოუწოდებდნენ რომ ვინც გამოხვალთ სად იყავით რომ მოკლედ იქ უნდა ჩავიდინოთ კანონდარღვევები და წავალთ ამის გამო ციხეში. შემდეგ როცა ვიღაცები ციხეში გაუშვეს, ახლა სახალხო დამცველს უწყობენ აქციას, რატომ დაიჭირეს ეს ხალხია და ძალიან უცნაურია, ხო? უცნაურია, კი. იმიტომ რომ არ მომიწოდებია ნამდვილად და ვინც მოუწოდა, ალბათ იმას უნდა მოსთხოვა. ხო, მაგრამ მეთი კაი თემა არის ის, რომ პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრა. აი ამ შერიგების თემაზე ალბათ მიდის კონსულტაციები, ხო? ნუ თქვენი როლი ძალიან დიდია ამაში, იმიტომ რომ სახალხო დამცველი ხართ. პირველად თქვენ უნდა გინდოდეთ შერიგება ხალხის, რომ ადამიანების უფლებები არ დაიღოს და თვითონ რას ამბობს პრეზიდენტი? ალბათ ის ფაქტი, რომ ჩვენ მე და ქალბატონი სალომე ესე ვზივართ და განვიხილოთ ამ საკითხებს, უკვე არის მაგალითი იმისა, რომ შერიგება შესაძლებელია. გვაქვს ესეთი წარსული. გააქვს ესეთი უთანხმოებები. უთანხმოებები ქონდა კი. ხშირად გაუკრიტიკები ვარ ქალბატონ სალომეს, მეც გამიკრიტიკებია ის როგორც პრეზიდენტი და მიუხედავად ამისა, ჩვენ დღეს ერთად ვხედავთ და მსჯელობთ. რა შეიძლება ამ ქვეყნისთვის რა შეიძლება გავაკეთოთ. იცი რა უნდა გითხოთ ახლა მაგალითად პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთული გვარი გაქვთ წარმოსათქმელად, ხო? ჩემი აზრით. რამდენად გარკვეული რთულები ერთ-ერთ პოსტში ესე მომიხსენია ქალბატონი ლობჟანიაო. მე ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიუკომენტა რომ გებჟალიაში ხომ არ გეშლება თუ ქალბატონო ნინო გებჟალი ყველაფერი მოგვარდა კაია თუ წინ ანუ თქვენ იმედი გაქვთ ხო რაღაცა რომ შეიძლება საერთოდ შეთანხმებაზე მაქვს კი ნამდვილად იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეხლა ისეთ სიტუაციაში ვართ რომ უნდა ვიმოქმედოთ რაღაცა პოზიტიური დღის წესრიგი უნდა შევქმნათ ქვეყანაში და ხალხმა და საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ეს გასაგებია მანამდე ამერიკაშიც იყავით. ძალიან ეს იყო საოცარი კომენტარი, როდესაც გამოხედით შეხვედრიდან, რომ ამერიკელები იყვნენ ჩვენით უკმაყოფილო, ხო რაღაცეებით, ხო? ანუ ჩვენთან ხო პოლიტიკოსები ხშირად ჩადიან და იქიდან რაღაცა უცნაურად, ანუ რა გითხოს? სინამდვილე მე ჩამოვიტანე რა ხდება. რას ლაპარაკობენ იქ ბაიტი? აი ბატონმა ევროკავშირის ელჩმა რო თქვა რომ ფიზიკურად გამოვიფიტე. აუ ეგ იყო ძალიან მაგარი რომ ევროკავშირის ელჩი რო აი ყველაფრის რო გამოაძრეს ყველანაირი ენერგია და ბოლოს თქვა რომ ფიზიკურად გამოფიტებ. აი იქ დავხდნენ ამერიკელები ფიზიკურად გამოფიტულებ. ხო, გადავიღალეთო, ესე მითხრეს, ყველა მეუბნებოდა რომ ძალიან გვიყვარხართო, ძალიან გულშემატკივრობთო, მაგრამ
აღარ შეგვიძლია თქვენი პოლიტიკის ატანაო. დაჯექითო ერთათო ქართველებიო მაგიდის გარშემო და რაღაცაზე ერთზე მაინც შეთანხმდითო. დავიღალეთო აქო ჩამოდიანო და ყველა გვეწუწუნებაო ჩვენი პრობლემები თავზე გვაყრიო. ხო. და რაღაცა გითხარითო რაში გჭირდებათ კონკრეტულად ესეთი მნიშვნელოვან საკითხში რაზე თანხმდებითო როგორც ერიო როგორც ქვეყანაო და ჩვენი თავარი საკითხი ერთი ან ორი საკითხი გითხარითო რა პროცესში გინდათ ჩვენი დახმარებაო ხო რა აიწყო რა და იმ შეთანხმებული ამბით რო ჩახვიდე და მე გადახვიდე და შეაპაროს წუწუნი მაგრამ არა ჩვენ პირდაპირ ხალხი ვარ თავარი ერთი ეს გამაგებინეთ ქალბატონო ნინო ირაკლი კობახიძემ დაანონსაროს ნინო ლომჯარიას სამართლებრივი საკითხიცო განიხილება ანუ დაჭერას გიპირებთ ხო ირაკლი კობახიძე ხო ანუ ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ეს კონსილიუმი რო შეიქმნა ალბათ მაგის დასკვნაზე დაყრდნობით მაგრამ ეხლა მაინტერესებს აი დაჭერას რო გიპირებთ არ ფიქრობთ რა რაღაც წარსულს არ გადახედეთ კი სხვათა შორის აი გადავხედე რამე გადახარჯვა სადმე ხო არ გვაქვს რამე ისეთი ხო არ შევთავაზე სტუმარს ხო მაგრამ მე გამახსენდა რომ ყავს ძალიან ხელმომჭირნე ესე თქვა მოადგილე ვინც აკონტროლებს ხარჯებს ჩვენთან ოფისში და იქ არ არსებობს რომ სტუმარს თუნდაც ორი ყავა შესთავაზო ერთი გამოყოფილი არ არის ხოლმე შეხვედრებში და ძალიან მშვიდად ესე თქვა ან რამე ქურქი არ გიყიდიათ არაფერი არ გიყიდიათ არაფერი აი ყველაფერი წესრიგში გვაქვს არც რედბული არ დაგილევინებიათ არავის არაფერი წყალი და ყავა მხოლოდ წყალს რომელი ხარჯებით ყიდულობთ წყალსაც ყიდულობთ გეგმიური ხარჯებით. გეგმიური ხარჯებით? ან ონკანიდან. ისი რესურსიც ბუნებრივად არსებობს, იმას არ ვყიდულობთ ხო? თან ჩვენ ონკანში ძალიან კარგი წყალი მოდის, ამიტომ ეს არ არის პრობლემა რა. აქ არის ერთი ამბავი, რომ ნაციონალების სახალხო დამცველს გეძახიან ქართული ოცნების წევრები. ნაცდამცველი, ხო. LGBT დამცველი. LGBT. აი სულ არის ესეთი რაღაცა, რომ მაგალითად ყველას გონიხართ ყოვლის შემძლე რა, ანუ სახალხო დამცველი დაგვიცავს. ანუ რა უფლებები გაქვთ? სხვათა შორის აი თვითონ სახელწოდება სახალხო დამცველი ცოტა როგორ გითხრათ, ზედმეტ მოლოდინებს უქმნის საზოგადოებას, იმიტომ რომ განცდა არის, რომ აი რაღაცა რო ხდება, რაღაც სპაიდერმენივი თუ რაღაც სუპერმენივი თუ და გაჩნდა იქ და დაიცვა. მაგალითად, ვიცი, სამეზობლო კონფლიქტის დროს იქნება თუ რაღაცა სხვა ტიპის კონფლიქტი კერძო დავებში, აი სადაც ადამიანი თulis რომ რაღაც მას ჩაგრავენ, არის მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი მივიდეს და მოაგვაროს პრობლემა. შეიძლება ბევრს გონია, რომ ჯარის გემორჩილება. ხო, აი ხანდახან აი ფიქრობ, რომ აი ზუსტად სპეცნაზი სახალხო დამცველს ემორჩილება და სპეცნაზი. ახლა მე მგონია, რომ ხო, აი ესე გონიათ და მეორეს მხრივ ეს კარგია, იმიტომ რომ თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ყველაზე ხშირად ამას ითხოვენ სახალხო დამცველისგან, რომ დავიცვა ხელისუფლება. თქვენგან, მედიისგან, მოქალაქეებისგან. პარლამენტში რომ მივდივარ ხოლმე, მიმაქვს, რა ვიცი, 500 გვერდიანი მოხსენება, რა პრობლემები არის ადამიანის უფლებების მდგომარეობით და ძირითადად ბოლო 2 წელი შეკითხვები, რაც ისმევა დეპუტატების მხრიდან არის ის, რომ რატო არ გვიცავთ ჩვენ, როდესაც Facebook-ზე ვიღაცა გვანძღავს, როცა მედია გვაკრიტიკებს და მიწევს ხოლმე ახსა და აქაც ვიცი, რომ ბევრი მაყურებელი ყავს სვანა და მომეცეს საშუალება რომ თქვა, რომ ჩემი მანდატი არ არის დავიცვა ხელისუფლება. ჩემი მანდატი არის რომ კონსტიტუცია მომანიჭეს. იმ პარლამენტმა მომცა ეს მანდატი, ვინც ამირჩია რომ მე უნდა დავიცვა ხალხი ხელისუფლებისგან. თუ ოდესმე თქვენც იქნებით, არ იქნებით ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში რო იქნებით, პირობას გაძლევთ, მე დაგიცავთ. პირობას გაძლევთ, მე დაგიცავთ. ნუ მეც გაძლევთ პირობა, სადაც არ უნდა ვიყო. კი ბატონო. იცით, ესე იგი, გადავიდეთ ლომჯარიაზე. დიახ. ლობჟანია არა, ლომჯარიაზე გადავიდეთ. ესე იგი, თქვენ ხართ გურული ლომჯარია.
ესე იგი ამ დიდ ასე ვთქვათ ხო აი ამაზე მომიყევით იმიტომ რომ ინტრიგას ახლა აიხდება ამოდი ავხადოთ ფარდა ხალხს გავაგონოთ აი როდესაც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გარშემო ეს იყო აჟიოტაჟი და როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ დასკვნა ორი მთავარი თემა იყო სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი ერთი უნდა გადაეყვანა თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში და მეორე ლომჯარია იყო გურული გვარი თუ მეგრული გვარი და იყო გურულებს და მეგრელებს შორის ამაზე დავა და ძალიან დიდი ხანი ვინარჩუნებდი სტრატეგიულ დუმილს ამ საკითხზე, იმიტომ რომ რატომაც არა. მაგრამ კი, ნამდვილად გურული ვარ, დავიბადე, დავიზარდე. ესე სამეგრელოში ლომჯარია გვარი არ არსებობს? სამეგრელოში არ არსებობს, ეს არის გურული გვარი, სხვათა შორის ნოდარ დუმბაძესაც აქვს თავის მოთხრობებში აღწერილი ამ გვარის შესახებ ისტორია, მაგრამ ახალი, ასე ვთქვათ, ინფორმაციაც მივიღე. იმ პერიოდში ძალიან ბევრ ზარს ვიღებდით ჩვენს ხელხაზე სახალხო დამცველის აპარატი და ერთი დამამახსოვრდა დაგვირეკა ქალბატონმა რომელიც მადლობას გვიხდი და ყველაფრისთვის და ბოლოს სთხოვა ოპერატორსო ჩემთვის გადმოეცა რომ ლომჯარია ეს არც გურული გვარი იყო არც მეგრული არამედ ეს იყო სვანური წარმოშობის გვარი ლომჯვარიანი არისო და მოკლედ ეხლა უფრო ხმადაც ვეძებ მოკლედ ჩვენს ესე იგი ლომჯვარიანი ესე იგი ესეთი გვარი სვანეთში აი ესე ახლა გავიგე მისგან გავიგე და დავინტერესდებდი ამ საკითხით. ხო, იცი რატო ნაცების სახალხო დამცველს კი გეძახიან, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენი გადამღები ჟურნალისტთა როგორ ამბობს ნოდა რა. ჩვენი საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა ესე, ხო. გამოიძია ის ფაქტი, რომ თქვენ გაქვთ რაღაცა კავშირები ქართულ ოცნებასთანაც. ქართულ ოცნებასთანაც რომ ნუ ეს ვიდეო კადრებით დასტურდება ჩვენ მოვიძიეთ თქვენი ვიდეო კადრები ოზურგეთიდან ერთ-ერთ სუფრაზე როგორ მოილხეთ ამ ვიდეოში ძირფასო ტელემაყურებლებო ჩანს როგორ შეექცევიან სუფრას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 8 წლის და 9 წლის აჩიკო თალაკვაძე თუ შეიძლება ვანახოთ ეს ვიდეო ეს არის ექსკლუზიური კადრები. მოგაწოდათ. მომაწოდეს დიახ ზუსტად ოზურგეთიდან. ჩიტმა. ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა ეს ვიდეო კადრები აჩიკო თალაკვაძესთან ერთად ზიხართ ან ხა სერიოზულად ვთქვათ. რა არის ამ ვიდეოში რა თქვენ იცნობთ აჩიკოს? კი, ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენი ოჯახები, მშობლები მეგობრობდნენ და ნუ მაშინ 90-იან წლებში გასართობი იყო ერთმანეთის დაბადების დღეებზე დავდიოდით და არაფერი არ იყო მშობლებს დავყავდით ხოლმე მეგობრების შვილების დაბადების დღეებზე და ერთ-ერთი ჩემი ძმის დაბადების დღეზე არის ეს კი ეს ხრეობა აჩიკო ესე ერთი წლი დიდია შენზე ჩემზე ერთი წლი დიდია სხვათა შორის დავინიშნე მაშინ იყო 1000 ჭორი რომ ჩვენ რაღაცა კლასელები ვიყავით ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდით თუმცა ოჯახებით მეგობრობდით და კი, ეხლაც ესე არის. ცოტა ხერხული კითხვა მაქვს. ლექსებს თუ წერდა? ლექსებს წერდა, კი, აჩიკო, ეხლა არ იცის რომ ასე ვილაპარაკებ, მაგრამ სხვათა შორის ნამყოფი ვარ მისი პოეზიის საღამოზე. მართლა? ჩვენ ერთ წრეზე დავდიოდით და იქ რაღაც ცოტა შემოქმედებითი ბავშვები და აქტიური ბავშვები ვიყავით გაწევრიანებულები და ეწყობოდა ხოლმე პოეზიის საღამოები გიორგი კეკელიძე იყო ჩვენთან მაშინ გიორგის საღამოზე მაქვს რეცენზია მაქვს დაწერილი გიორგის სიგზე ბავშვობაში და კი ხო ესეც საინტერესო პერიოდი გქონდა კაია კი ბატონო იცი რა უნდა გითხოთ მანამდე იყავით სამართლიანი და ის უნდა წავიკითხო ის ფედი ვიცი შემოკლებული მაგრამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი ანუ ის ფედი ანუ რეალურად აკვირდებოდით ხოლმე უფრო არჩევნებს და ამბებს უბრალოდ რა არის იცი აი ზოგადად თვითონ ეს წინადადება ეს სამართლიანი არჩევნები მიხვდით სამართლიანი არჩევნები ეს წინადადება თვითონ არ ვიცი რას ნიშნავს აი დაწინადადება სამართლიანი არჩევნები რას ნიშნავს რამდენი წლის ხარვარ 40 წლის 40 წელი ბოლო 40 წლის განმავლობაში ეგეთი რამე არ მქონია ამიტომ თუ არ გინახავს სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს არჩევნები ვიცი რაც არის თვითონ ეს სიტყვა სამართლიანი არჩევნები რას ნიშნავს
მაგრამ აი მაინტერესებს არ მიკვირსო ნანახი არ გაქვთ. არა, ხო არ ნანახი. მე მაქვს არჩევნები ნანახი ძალიან განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. როგორ დაკვირვებლად იყავით თუ? შემიძლია გითხრათ, ახლა იმ პერიოდში ვიყავი ასევე ორი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრი, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ვახორციელებდით, მაგალითად ვიყავით ნორვეგიაში, გერმანიაში და ასე შემდეგ. ნორვეგიის არჩევნები საინტერესოა. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში და რომ მივდიოდით საარჩევნო უბნებზე, პირველ რიგში ვერ ხვდებოდნენ ვინ ვიყავით. ან ვეუბნებოდით, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები ვართ და ვერ ხვდებოდნენ რასაჭი რას გვაკვირდებით, ვინ ხართ? მე რა გვეკითხავდნენ, საიდან ხართ? ნუ საქართველოს იყო რუსები იყვნენ, ბელორუსიდან იყვნენ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ, ამას საერთოდ გიშდებოდნენ, რატო ჩამოვიდნენ და ჩვენ ვსწავლობდით, იმიტომ ჩავდიოდით, რომ არა თქვა პრობლემები გვენახა, რამედ გვენახა როგორ ტარდება კარგი არჩევნები, მაგრამ ნუ ისინი ამას ვერ იგებდნენ და სხვათა შორის ერთ-ერთი მისიის შემდგომ ადგილობრივ გაზეთებში დაიწერა, რომ ავტორიტარიზმი ჩამოვიდა დემოკრატიის დასაკვირვებლად. ეს სხვადასხვა გააკეთეს და ან საინტერესო იყო სხვათა შორის. როგორ აი ნორვეგიაში როგორ ტარდება არჩევნები მაინტერესებს. იმდენად მოულოდნელი პირველ რიგში მივდიოდით და ვეკითხებოდით, აი რა კანონმდებლობა გაქვთ და გვიჩვენებდნენ რაღაცა პატარა ესეთ რა ბროშურასავით, ეს იყო საარჩევნო კანონმდებლობა. ჩვენ ხო გვაქვს ესე თქვა ვებხისტყაოსანი გვაქვს, უფრო დიდი წიგნია. ესე იგი საარჩევნო უბანს რომ მიუახლოვდით, დაგვხვდნენ გარეთ ადამიანები, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბიულეტენები. ანუ როგორ ყოფილა, იცით, რომ ყველა პარტიას შეუძლია კონდეს თავისი პარტიის ბიულეტენი. ანუ წარმოიდგინეთ, ახლა თქვათ ხართ რაღაცა პარტია გირჩი მაგალითად და გირჩ შეუძლია დაბეჭდოს თავისი ლოგოიანი ბიულეტენი, რომელიც აი მაგალითად ჩვენთან ცესკოში დალუქული ხო, დალუქულია და ყველა ერთნაირია და იქ რაღაცა სათითაოდ ითვლება და რომ მიდიხარ იქ აძლევენ ხელმოწერით დაბეჭდი და იქ გარეთ შეუძლია პარტიის წარმომადგენელი დახვდეს, დასტით, თავისი ბიულეტენი მოგცეს და ეს ითვლება ჩვეულებრივად აგიტაციად და ის ბიულეტენი შეგიძლია გარედან შეიტანო და შემოხაზო ვინც გინდა იმ ბიულეტენში, მაგრამ ამას პარტია ბეჭდა. თუმცა იქაც დაგხვდება ბიულეტენი. თუ გარეთ არ მოგცეს, შეგიძლია სახლიდანო ბლოკნოტიდან ამოხიო ფურცელიო, ვინც გინდაო დაწერო და შემოით ამასაც ვითვლითო. ანუ არანაირი მართლა? ანუ სერიოზულად გეუბნებ. ეგ ახლა აქ არ უნდა გეთქვა, მოეწონებათ ახლა. დემოკრატიულად ჩათვლია. მას აძლევენ როგორ იცით, წინასწარ პოსტითაც შეიძლება გაგზავნა, ელექტრონულად შეიძლება იმ დღეს შეგიძლია მისცეთ, მანამდე შეგიძლია ყველანაირად სადაც გინდა ყველა წერტილიდან შეგიძლია მისცე. მარკეტიდან შეგიძლია. მიუხედავად ამისა, არავის თავში არ მოსდის რა აზრი რომ შეიძლება ვინმე რამე გააყალბოს, ვინმე ზემოქმედ. რო ვიკითხეთ ეს როგორ შეიძლება? რა პრობლემაა? რატო არ უნდა შეიძლებადეს? იმ კაც თუ უნდა რომ ვიღაცა შემოხაზოსო, რა მნიშვნელობა აქვს იმ ფურცელზე მოხაზოს? ამ ფურცელზე მოხაზოსო, თავარია რომ ჩანდესო ვის ირჩევსო. უბრალოდ შეიძლება ის ვერ გაიგონ, რატო შეიძლება ერთმა კაცმა 5 ბიულეტენი ჩაყაროს, ხო? აი ეგ არ ამგონია. შეიძლება გაუკვირდეთ, რომ რატო ხნა ეს? რატო გააკეთა? მაგას ვერ გაიგებენ. მაგას ვერ გაიგებე, კი. იცი რა არის, რადგანაც მე დავაანონსე, რომ ჩემი გადაცემის სტუმარი იყავი. მეც მომივიდა რამდენიმე წერილი, რომ იქნება სახალხო დამცველს გააცნოთ. რამდენად ითვლება ეს დარღვევებში და რამდენად არ ითვლება. მაინც თქვენი აზრი გვაინტერესებს რა. მიიღებთ ამ წერილს, არ მიიღებთ თუ ასე შემდეგ. მაგალითად, წერს უცნობი ბავშვი 8 წლის. სახში თამაშისას, ნინო, შემთხვევით გავტეხე სათვალე და დედამ ტელევიზორის ყურების უფლება ჩამომართვა. მიხდი? მე მაინტერესებს აქვს თუ არა დედას იურიდიული საფუძველი, ჩემზე განახორციელოს ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეზღუდოს ცნობა ჩემსა და საქმეში არსებული ტელევიზორს შორის კონკრეტული ნივთის დაზიანების გამო. მით უმეტეს, როდესაც ზემოთ ხსენებული სათვალე იურიდიულად და მორალურად ეკუთვნის ბებიას. რომელსაც საქმესთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. ასევე მაინტერესებს, შევძლებ თუ არა მოცემული მტკიცებულებებით სასამართლოს სამივე ინსტანციის მოგებას. ან ბავშვი წერს 8 წლის. 8 წლის არის? დიახ.
ჩვენთან დავაწყებინებთ ამ სახეს რომ გაიზრდება დაგვეცივი გადმოგგზავნოს. კარგი, საინტერესო ბავშვი ჩანს. კი ბატონო, აი მაგალითად ერთი ვანო გამარჯობა მე მიმწერს პირადად. მე გახლავართ ნანოლი კირთაძე, ძალიან გულშემატკივრობთ, ვიცი მორცხვი ბიჭი ხარ და შენ თავად ვერ ეტყვი, ამიტომ ჩემი სახელით კითხე ნინოს. 3 წელია რომ გარაჟიდან მიყავს შოუ, ეს არის თუ არა ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. ეს თქვენ ხო არ დააწერინეთ? არა, ეს გამოაგზავნა, მაყურებელმა გამოაგზავნა. ერთი მაქვს ესეთი, გამარჯობათ ვარ სარეკლამო მესიჯების მსხვერპლი. ტელეფონებზე რომ მესიჯები მოგდის, ხო ის გავთავებთ. ამჟამად უკვე შევიძინე 6 ბინა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში. შემოეყიდა. ჩემი ერთი მანქანა დავაზღვიე 6 სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში. შევიძინე აგრეთვე ყველა აფთიაქში ყველა ფასდაკლებული მედიკამენტი. ელექტრომაღაზიაში შევიძინე ყველა ელექტროტექნიკა იმის გამო რომ საჩუქრები მოყვებოდა. ყოველ დღე ვიკეთებ სხვადასხვა ლაბორატორიის PCR ტესტებს. აგრეთვე სხვადასხვა საკრედიტო და გამოტანილი მაქვს 100,000-ობით ლარის სესხი 52%-ში. ასევე ყოველ არჩევნებზე ხმას ვაძლევ გიორგი ვაშაძეს. ძალიან გითხრათ ამ მესიჯებზე დამოკიდებულებით და გამომდინარე ირიღოა თუ არა ჩემი უფლებები და თუ არ ირიღოა მაშინ იქნებ მისხათ როგორ გამორთა მესიჯები. მე მგონია რა ეს წერილი არის გადასაგზავნე პრემიერ-მინისტრთან. უყვარს რეგულაციების შემოღება. კაზინოზე დამოკიდებული ვინცერი უკრძალავს შეცვლას. მართლა ვაგვიგზავნო. ხო შეიძლება რომ აგვიგზავნო ყველა ეს მესიჯით მიღებული რეკლამის გამოყენება რომ აგვიგზავნო. არა კი არ აგზავნო. ახალი წლის დღეებში აგზავნო, იმიტომ რომ აღარ შემიძლია ტელეფონი. წაშლახა. ტელეფონი ჯდება, იმდენი მესიჯი მომდის. მეც სამ დღეში ვარ. კი ბატონო. ესე იგი ნინო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ნინო, აი პირდაპირ გეტყვით რომ სახალხო დამცველის აპარატი სულ 2 ორგანო ვიცი, რომელიც არის დამოუკიდებელი საქართველოში, რომელსაც არავინ არ მართავს. ერთი არის სახალხო დამცველი და მეორე არის წალენჯიხის მერი. და იმედი მაქვს რომ ვეღირსებით ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომ ყველა ორგანო იქნება დამოუკიდებელი ჩვენს ქვეყანაში. მეც ეს მინდა. ხო. დიდი მადლობა სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ქალბატონ ნინო ლომჯარია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა.